გამარჯობათ მეგობრებო, მე მქვია ინგა ბლესი და მინდა დღეს ჩვენ ვისაუბროთ მიზანზე, მიზნებზე. წარმოიდგინეთ ესეთი რამ. თქვენ იყიდეთ ბილეთი, მიხვედით აეროპორტში, გაიარეთ ყველა შემოწმების რეგისტრაცია, იქ პასპორტის შემოწმება და ასე შემდეგ და ბოლოს გახვედით და ჩააჯექეთ თვითმფრინავში. თვითმფრინავში ზიხართ და იწყებს ლაპარაკს თვითმფრინავის კაპიტანი. როგორც ხდება ხოლმე ეს ჩვეულებრივ. და ამბობს რომ გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, მე ვარ გემის კაპიტანი, მქვია ესა და ეს. დღეს ჩვენ მივფრინავთ სადღაც, მაგრამ სად არ ვიცით. ან საერთოდ თუ ჩავფრინდებით სადმე, ეგეც ძალიან საეჭვოა. რამდენი დრო ვიფრენთ, რა სიმაღლეზე ვიფრენთ, ერთი სიტყვით არაფერი არ ვიცი. მთავარია რომ ჩასხედით. წარმოგიდგენიათ ასეთი რამე რომ მოხდეს? არა, მეც არ წარმომიდგენია, მაგრამ წარმოვიდგინოთ, ხო? და დაფიქრდით. თქვენი რეაქცია როგორი იქნება ამ ყველაფერზე? რას იფიქრებთ, რას იტყვით, რას შეიგრძნობთ? მე მაგალითად გავბრაზდებოდი, ავშფოთდებოდი, ვიტყოდი რა წესია, რა არის ეს, მე ვიყიდე ბილეთი, მოვედი, ჩავჯექი თვითმფრინავში და იმის ნაცვლად რომ სადღაც კონკრეტულ ადგილას ჩამიყვანოთ, მეუბნებით რომ სად მივფრინავთ არ ვიცით, საერთოდ თუ სადმე ჩავფრინდებით. აღმაშფოთებელია, ხო, ესეთი სიტუაცია. მეთანხმებით ალბათ. და ახლა მაშინ მიპასუხეთ ასეთ კითხვაზე. თუკი ჩვენ ასე ძალიან გვაღელვებს ერთი მოგზაურობის ბედიღბალი. რატომ არ გვაღელვებს მაშინ ჩვენი ცხოვრების დანიშნულების ადგილი, ჩვენი ცხოვრების მიზანი, სად არის, რაშია, სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რატომ? ჩვენი ცხოვრებაც ხომ მოგზაურობაა და ამ მოგზაურობას უნდა ჰქონდეს თავისი მიზანი და დანიშნულების ადგილი. სამწუხაროდ, ჩვენი ადამიანების 99% ვცხოვრობთ ისე რომ რაღაცა ახალგაზრდობაში, ბავშვობაში კიდე რაღაცა მიზანი გვაქვს ხოლმე, რომ ბაღში რომ დადიხარ, არიქა სკოლაში მალე წავიდე, სკოლაში რომ სწავლობ, მალე დავამთავრო, მოვციულო და ინსტიტუტში ჩავაბარო, ინსტიტუტში რომ სწავლობ, მალე დავამთავრო, მუშაობა დავიწყო, მაგრამ მუშაობას რომ ვიწყებთ, ინსტიტუტს როცა ვამთავრებთ, მერე ცოტა აღარ არის ხოლმე არანაირი მიზნები, როგორც წესი. სამწუხაროდ. ადამიანი იწყებს ასეთ ზომიერ, ძალიან განსაზღვრულ ერთის მხრივ, მაგრამ ამავე დროს მონოტონურ ცხოვრებას. თავიდან თითქოს არაუშავს, ყველაფერი კიდე სანამ ახალგაზრდა ადამიანი რაღაცა ისეთი ინტერესებია, მაგრამ მერე ასაკის მატებასთან ერთად ცხოვრება რაღაცნაირად ძალიან მონოტონური ხდება და ხშირად ადამიანებს აქვთ ხოლმე იმის შეგრძნება, რომ რაღაცა ციყვები რომ დარბიან ხოლმე, ხო იცით ესეთ მაშინ თვალში და დარბის ენერგიას ხარჯავს, მაგრამ არსად არ მირბის, ადგილზე დგას. და ადამიანებს ასეთი შეგრძნება უჩნდებათ ზუსტად. და რაღაცა დეპრესია იწყება, რაღაცა ნაღველი აწვება ადამიანს, თითქოს ცხოვრება ფერებს კარგავს, ესეთი შეგრძნება არის. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, რომ ადამიანს თავისი ცხოვრების მიზანი კონდეს და ეს ცხოვრება გრძელია, ხო? და ცხოვრების ყოველი ეტაპი მასაც თავისი რაღაცა, რა ვიცი, თქვენზეა დამოკიდებული დიდი, გრანდიოზული თუ შედარებით უბრალო მიზანი გექნებათ. ახლა მინდა რომ კარგად მოხერხებულად დაჯდეთ თქვენს სავარძელში, სკამზე, სადაც ზიხართ, ხო? თვალები დახვიჭოთ და წარმოიდგინოთ შემდეგი რამ. წარმოიდგინეთ დიდი ოთახი,
წარმოიდგინეთ, რომ ავეჯი არ არის ამ ოთახში, ან თუ არის რაიმე ავეჯი, ესეთი თეთრი ზეწრებით არის გადაფარებული. ოთახის შუაგულში ესეთი ცოტა წამოწეული ადგილია და რაღაცა დიდი ყუთივით დგას. ისმის კლასიკური ნელი მუსიკა. თქვენი მეგობრები, თქვენი ნათესავები, ყველა თქვენი ახლობლები ამ ოთახში არიან. ერთმანეთს ესაუბრებიან საკმაოდ ეს დაბალ ხმაზე და მოწყენილი ნაღვლიანი სახეები აქვთ. ოთახის ცენტრში კი ყუთი დგას, თქო რომ გითხარით. ეს ყუთი კუბოა. და ამ კუბოში თქვენ წევ ხართ. კი, არ ფიქრობთ, რომ მე თქვენი შეშინება მინდა. მოდით ვთქვათ, რომ ეს 100 წლის მერე მოხდება, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ყველა ჩვენთაგანს შეეხება, ხო? ყველა მიწისშვილები ვარ და ყველა იქ ვიქნებით. ამიტომ არც ამაში არ არის არაფერი ისეთი ძალიან გასაკვირვი, ან გასაგიჟებელი, ხო? ეს ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილია სიკვდილიც. 100 წლის მერე მოვილაპარაკეთ, ხო? ხო და აი თქვენ გარდაიცვალეთ 100 რაღაცა წლის მოხუცი ხართ უკვე და წევ ხართ. მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ გესმით ირგვლივ რა ხდება. რაზე ლაპარაკობენ თქვენი ახლობლები. მერე ეს მუსიკა წყდება, რომელიც კლასიკური მუსიკა რომ ისმოდა. და მუსიკის ნაცვლად თქვენი ცხოვრების ისტორია ისმის დინამიკებიდან. აბა ახლა დაფიქრდით. თუ ისე გააგრძელეთ ცხოვრება, როგორც ახლა ცხოვრობთ, რა ისტორია იქნება? მოგეწონებათ ეს ისტორია? ეს ის ცხოვრება, რომელიც თქვენ გინდათ რომ იცხოვროთ? თუ იქნებს რამეს შეცვლიდით? იქნებ გინდათ რომ ამ ისტორიაში საინტერესო ამბავი იყოს მოთხრობილი, იმისა თუ თქვენ როგორ იბრძოდით, აღწევდით, ილტვოდით, როგორ ისახავდით მიზნებს და აღწევდით ამ თქვენ მიზნებს, რამდენი სიკეთე გაგიკეთებიათ, რამდენი ადამიანისათვის დახმარება გაგიწევიათ, რამდენი გამოჩენილი ესეთი რაღაც გაგიკეთებიათ, რითიც თქვენი ახლობლები თქვენით ამაყობენ, ხო? აი დაფიქრდით. შეადარეთ ის ორი ისტორია ერთმანეთს. ახლა კი მოდით გაახილეთ თვალები და დაწერეთ ის ისტორია, რომელიც თქვენ გინდათ მერე 100 წლის მერე, რომ გარდაიცვლებით ღრმა მოხუცი, რომ თქვენმა ახლობლებმა, თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა, შვილთა შვილებმა, მეგობრებმა, თქვენმა შთამომავლებმა თქვენზე გაიგონ და თქვენზე იცოდნენ. მოდით ახლა ის 100 წელი, რომელიც მოვილაპარაკეთ, რომ კიდე ვიცხოვრებთ, ხო, დღევანდელი დღიდან. დავისახოთ მიზანი იმ 100 წლისა, აი ბოლოს, ხო? აი ესეთი და ესეთი ვიქნები, უკვე ეს და ეს მექნება გაკეთებული. აი ესეთი მოხუცი ვიქნები. მე ადექით და გაყავით 2-ზე, ხო? აი პირველი 50 წლის ცელი, ბოდიში მიზანი, მეორე 50 წლის მიზანი. მე ეს 50 წლებიც 10 წლებად დავყოთ და თითოეული 10 წლების მიზანი გქონდეს. მე 10 წელი წელიწადებად და თითოეული წლის მიზანი დაისახეთ. ბოლოს ადექით და აი ახალი წელი დაიწყო, ხო? იანვარია ჯერჯერობით, იანვარში ვიღებ ამ ვიდეოს და მთელი წელი წინაა. დაისახეთ ყოველი თვისთვის რაღაცა მიზანი. თქვენზეა დამოკიდებული. შეიძლება სულაც უბრალო იყოს, რა ვიცი, აი 1 კილოგრამი დავიკლო, ან ყოველდღე 2 კილომეტრი ვირბინო ისე რომ სუნთქვა არ მეკურებოდეს და მეხუთებოდეს. ან შეიძლება უფრო გლობალური და მნიშვნელოვანი მიზანით დაისახოთ. თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ თავარია, რომ ადამიანს მიზანი კონდეს. მაშინ ცხოვრება ელფერს იძენს. მაშინ ცხოვრება საინტერესო, ცუდი სიტყვა არის აზარტული, მაგრამ ჯანმრთელი აზარტი ხომ არსებობს და აი ჯანმრთელი აზარტი ექნება თქვენს ცხოვრებას, გამიგეთ? დაისახეთ მიზნები, მიაღწიეთ მათ
გახსოვდეთ, რომ გემი, რომელმაც არ იცის სად მიცურავს, მისთვის არც ერთი ქარი არ იქნება ზურგის ქარი. კარგ მიზნებს გისურვებთ, მეგობრებო, და ასევე ზურგის ქარს. მე მინდა, რომ თქვენ ბედნიერები იყოთ. აბა, მადლობა და ჯერჯერობით.